წარმოიდგინე ახლა 2035 წელია და რა რეალობაში ცხოვრობ და შენი უნარები ახლა რაც გაქვს რამდენად რელევანტური არის, იმიტომ რომ აშკარად ხო ტექნოლოგიური პროგრესი იქნება რაღაც სასწაულ სიმაღლეზე და შენ ამ ყველაფრის ნაწილი ხარ და გინდა არ გინდა მოგიწევს რომ რაღაცების გამოყენება იცოდე და იცი თუ არ იცი. ან ახლა რასაკეთებ იმისათვის, რომ იცოდე ან არ იცოდე. ხო და ამიტომ არის, რომ no code skill-set-ი, რასაც ყველა ვიდეოში საუბრობ, არის იმ უნარების ერთობლიობა, რომელიც დაგეხმარება, რომ 10 წლის მერეც შენ როგორც ადამიანური რესურსი მოთხოვნადი და რელევანტური იყო. ან ალტერნატიული რეალობა რაც შეიძლება რომ მივიღოთ, ის არის, რომ გავა ეს რაღაც წლები და ვიქნებით იმ ადამიანების მსგავსად, როგორც ახლა არიან, მაგალითად, უფროსი თაობების ნაწილი, რომელიც კომპიუტერში ძალიან ზედაპირულად ერკვევა და რაღაც მობილურში რომ ამის გაკეთება უნდა, შვილს ან შვილიშვილს რო თხოვს, რომ რაღაც იქ შეუცვალოს. ხო და ასეთ რეალობაში თუ არ გვინდა რომ აღმოჩნდეთ, სკილები უნდა განავითაროთ. როგორ განვავითაროთ ახლა ეს სკილები? არ არის რაიმე კურსი ჯერჯერობით, შეიძლება მალე დავაანონსო, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე კურსი არ არის, იმისათვის რომ განვავითაროთ ეს უნარები არის საჭირო. პირველ რიგში ChatGPT-ს დაუმეგობრდეთ, იმიტომ რომ ყველაზე მარტივი ინსტრუმენტი არის ალბათ no-code მიმართულებით. შემდგომ ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე დავძებნოთ ის პროდუქტები, რომელიც დაგვეხმარება რომ რუტინული პროცესები, რასაც ყოველდღურად ვაკეთებთ, გავიკომფორტულოთ და აი ამ პროცესში, ამ ძიების, დანერგვის, გაუმჯობესების პროცესში აღმოვაჩენთ, რომ რაღაც ახალი ვისწავლეთ, რაღაცებს დავუმუღამეთ იმ კონტექსტში, რომ ახალი მსგავსი პროდუქტი რო დავნერგო, იქაც იგივე პრინციპებით და იგივე გააზრებით მივდგები. და ამრიგად ჩვენ no-code სკილები განვითარდება. რაღაც სკილები, რა თქმა უნდა, ახლაც გააქვს, ოღონდ რთულია მაგის შეფასება. თავარი ამოცანა ის არის, რომ იყო შენ დამოუკიდებელი ერთეული, რომელიც თავადვე აიდენტიფიცირებს გამოწვევებს და იცის სად მოძებნოს, რა მოძებნოს, როგორ დანერგოს, რომ ეს გამოწვევა გადაჭრას. შესაბამისად, ის, რასაც შენ ახერხებ და მოახერხებ ლოკალურ დონეზე, ანუ შენთვის, მერე მასშტაბს გაზრდი იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად ვიღაც დამსაქმებელი არის და უკვე იმას დაეხმარები. ანუ იმას დაეხმარები მისი მრავალერთეულიანი გამოწვევა გადაჭრას. და არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი შენ გააკეთო. იმის ცოდნა თუ ვის მიმართო დასახმარებლად, ეგეც სკილი არის. შეგვიძლია ალბათ კლასიკური გაგებით არა, მაგრამ ეგეც რაღაც უნარი არის რა. მაგალითად, ახლა ინტეგრატორი კომპანიები ცოტა არ არის, ჩემი კომპანია Unity არის ერთ-ერთი ასეთი, რომელიც პარტნიორობს სხვადასხვა ეს no-code პლატფორმებთან. და ჩვენ რა იდეა ის არის, რომ რასაც მარკეტინგული სააგენტოები აკეთებენ, მაგალითად, Facebook გვერდის შექმნა და რეკლამის გაშვება ყველას შეუძლია, მაგრამ ცოდნა უნდა ამ ყველაფერს და მე გამოსდება, რომ კარგად გააკეთო ეს ყველაფერი. ამიტომაც ქირობენ სააგენტოს. იგივე ინტეგრატორების ნაწილში, ანუ რა ბიზნესშიც მე ვარ, ეგ არის რა. ყველას შეუძლია რომ რაღაც საიტზე შევიდეს და აკაუნტი გახსნას, მაგრამ მისი გამოყენება, კარგად გამოყენება და ეგ რაღაცა, მაგას ცოდნა უნდა და უამრავი გამოწვევა არის, რაც არ იცი, იმიტომ რომ ეს გზა არ გაგივლია. ხო და ამ ბაზრის განვითარება პირდაპირ პროპორციული არის ამ სფეროს განვითარებასთან. ხა ზოგადად ტექნოლოგიური პროგრესი გარდაუვალი არის, როდესაც ეს კომპანიები ვერ ეწევიან ამ ტემპში რა, ანუ არ ყოფნით ადამიანები no-code სკილებით. და ეგ არის ის ბაზარი, რაშიც მე ვარ, რომ დავეხმაროთ ორგანიზაციებს, დაეწიონ ამ განვითარების პროცესს და რადგან ამ პროცესში დიდ წილს ადამიანები ასრულებენ, ანუ გუნდის წევრები, იმათ კომპეტენციის და სკილების განვითარებაზეც ვიზრუნოთ რა. ანუ ეს ისეთი არის, რაღაც გუნდური თამაშივით არის რა, მარტო ერთი დროშით გარბოდეს, არ არის საკმარისი. რაღაც ყველამ თავისი როლი უნდა ითამაშოს. მაგიტო არის, რომ no-code skill-set-ზე საუბრობ ამდენს და თუ შენც გაინტერესებს, გამოვყევი, გამოიწერე ეს არხია თუ პროფილი, სადაც უყურებ და უფრო მეც გაგიგებ და მეც მოგიყვები ამ ყველაფრის შესახებ.